უკვე მოეწერა ხელი ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს 5 წლიან თანამშრომლობას ქართული სატელეკომუნიკაციო ოპერატორის ბაზარზე მთავარი ოპერატორის Silknet-ის და ასევე Orange Alliance-ის წევრი კომპანიის პოლონური Orange Polska-ს შვილობილი კომპანიის Integrated Solutions-ის წარმომადგენლობა. ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია და იგი სულ მცირე 5 წელი იმოქმედებს და ამ 5 წლის განმავლობაში ეს ხელშეკრულება და შეითანხმება პარტნიორობა ითვალისწინებს არაერთი მიმართულებით თანამშრომლობას, მათ შორის უპირველესად კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. როგორც დღეს განაცხადეს ამ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, როგორც Silknet-ის წარმომადგენლებმა, ასევე Integrated Solutions-ის წარმომადგენლებმა, ეს თანამშრომლობა არის ძალიან საინტერესო ორივე მხარისთვის და ის ითვალისწინებს უნიკალური შესაძლებლობების შეთავაზებას ადგილობრივ ბაზარზე Silknet-ის კლიენტებისთვის, ხოლო თავის მხრივ Integrated Solutions-ი გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას Silknet-ის შვილობილ კომპანიას Silk Clouds. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ის განცხადებები, რომლებიც დღეს გააკეთეს ამ ხელმოწერისა და შეთანხმების გაფორმების შემდეგ, როგორც ქართული, ასევე პოლონური კომპანიის წარმომადგენლებმა. ყველა ჩვენი აბონენტი, რომელსაც სურვილი ექნება და ალბათ ეს ძირითადად უფრო მე ვფიქრობ იქნებიან კორპორატიული აბონენტები, რადგანაც მათი ინფორმაცია ბევრად უფრო მოცულობითია და ბევრად უფრო, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას საიდუმლოების ითხოვს დაცულობას. ამიტომ პირველი ეს არის კიბერუსაფრთხოება, მეორე ეს არის cloud პროდუქტები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომელიც ძალიან მრავლობით სხვადასხვა მიმართულებით განვითარდება და ყველაზე მთავარი, მე ესე ვფიქრობ, მათთან ერთად ეს არის უმაღლესი დონის მესამე კატეგორიის, მესამე დონის data ცენტრი, რომელიც მთელ ინფორმაციას, რომელსაც დღეს ალბათ შეიძლება გქონდეთ ბექაპირებული, ანუ ორ ეგზემპლარად ესე რომ ვთქვათ, შენახული კომპანიებს, მაგრამ რომელიც გახდის კიდევ უფრო ბევრად მარტივს ამ ინფორმაციების შენახვას, რადგანაც ეს იქნება უმაღლესი დონის, როგორც ვიმეორებ, data ცენტრი, სადაც შეინახება მათი სერვერები, მათი ინფორმაცია და რომელიც ყოველი შეტევის თუ ვთქვათ, სხვა შემთხვევებში, რა თქმა უნდა, ეს არასასურველ შემთხვევებს გულისხმობთ, დაცული იქნება ყველა კორპორატიული კლიენტი. ჩვენ ძალიან დიდი ხნის ისტორია გვაქვს მსგავსი პროექტების განხორციელების მხრივ, განსაკუთრებით კი კიბერუსაფრთხოებაში, clouding-სა და კომპიუტერული სისტემების მიმართულებით. დღეს კი ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიწყებთ თანამშრომლობას Silk Cloud-თან, რადგან შედგეს კომერციული წარმატება საქართველოში. ეს არის ჩვენი კომპანიის სტრატეგია და ხედვა, რომ სხვებს გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა, გამოცდილება და მიღწევები საერთაშორისო დონეზე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ Silk Cloud-ის ზუსტად ისეთივე წარმატებული იქნება ამ ბაზარზე საქართველოში, როგორც თავის დროზე ჩვენმა კომპანიამ ეს შეძლო პოლონეთში. არის რამოდენიმე ძირითადი მიმართულება, რომელზეც ჩვენ ვიქნებით ფოკუსირებული, დაწყებული კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და ალბათ ყველასთვის ცხადია დღევანდელ დღეს თუ როგორ იზრდება კიბერუსაფრთხოების ასე ვთქვათ რისკები, დაწყებული როგორც კომპანიებისთვის, ასევე კონკრეტულად ინდივიდებისთვის. შესაბამისად ჩვენი სერვისები მოიცავს განსაკუთრებულად B2B სექტორისთვის განკუთვნილ პროდუქტებს და სერვისებს. შესაბამისად ამ ყველაფრით მაქსიმალურად მიიღწევა ჩვენი პარტნიორი კომპანიებისთვის კიბერუსაფრთხოების ხარისხის დაცულობა. ეს ერთი. მეორე, რასაც ჩვენ გეგმავთ, ეს არის თანამედროვე ღრუბლოვანი ტექნოლოგიების დანერგვა უკვე არა ასე ვთქვათ ვირტუალურ საზღვრებს გარეთ, არამედ ქვეყანაში საქართველოში შემოვიტანთ ამ ტექნოლოგიებს. ჩვენ გეგმავთ დიდი მასშტაბური data ცენტრის მშენებლობას, რომელიც თავისი ზომებით და მასშტაბებით უნიკალური იქნება საქართველოში და შეიძლება ითქვას, რომ რეგიონშიც.
დიახ, დღესვე დავით მამულაიშვილმა სილქნეტის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ სილქნეტი გეგმავს შექმნეს მონაცემთა დაცვის ცენტრი, რომელიც დაიცავს მათი კლიენტი კომპანიების მონაცემებს უმაღლესი სტანდარტებით, ევროპული სტანდარტებით. მე კი გეტყვით იმასაც, რომ სილქნეტი ორენჯთან უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს და დღეს გაფორმებული ხელშეკრულების ხელმოწერას სილქნეტში აფასებენ როგორც ძალიან მნიშვნელოვან ეპიზოდს ამ პარტნიორობაში და აფასებენ როგორც ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს საქართველოს ციფრული განვითარებისთვის.